მინდა გავამახვილო ყურადღება ირაკლი ღარიბაშვილის საკითხზე. მეგობრებო, აღმოჩნდა, რომ ჩვენ მართლაც ცხოვრობთ კორუმპირებულ წუმპეში. დადასტურდა, რომ ის რასაც დიახ მე, დიახ ჩვენ ვამბობდით წლების განმავლობაში, რომ ამ ქვეყნის ძარცვა მიმდინარეობს, რომ ადამიანები ჰესებს და რაღაცა პროექტებს აკეთებენ თავისთვის. ამაზე რას არ გვაბრალებდნენ, რას არ გვეძახოდნენ. აღმოჩნდა, რომ მართლაც მიდიოდა ჩვენი ქვეყნის ძარცვა, ჩვენი შვილების ბაღებიდან ფაფების ფულის ჭამა და ის პროგრამები, რომელზეც მე ვსაუბრობდი ამდენი ხანია, უფასო კვება სკოლაში, რაზეც გვეუბნებოდნენ, რომ თურმე არა გვაქვს ამის გაკეთების საშუალება. დიდი ბოდიში თურმე ბიუჯეტში ამის ფული არ არის. როგორ ვიპოვოთ ამის 300 მილიონი ლარი? როგორ უნდა იპოვოთ და თურმე ადამიანები ამას ჯიბეში მიაგვდა. ეს ჩვენ ხო ვიცოდით ყოველთვის. ჩვენ ის ხო ყოველთვის ვიცოდით. ის რომ ჰესები შენდებოდა არა ქართველი ხალხისთვის, არა სოფლებისთვის, არამედ ვიღაცის ჯიბისთვის. ესეც ხო კარგად ვიცოდით და ხო ვამბობდი ამას. და ამაზე როგორ შეიძლება რომ მარტო ერთმა და ორმა ადამიანმა აგოს პასუხი, როცა მთელი სისტემა მომპალია. ირაკლი კობახიძე არ იყო პარლამენტის თავმჯდომარე მაგ დროს? ირაკლი კობახიძე პაპუაშვილი არ იყო მთავრობაში? ბიძინა ივანიშვილი არ იყო მთავრობის ხელმძღვანელი მაგ დროს? რა თქმა უნდა იყო. და შეიძლება რომ მარტო ეს ირაკლი ღარიბაშვილი თუ ვიღაცას მოკიდონ ხელი და სხვამ არავინ არაფერი არ თქვას ამ საკითხზე, იმაზე რომ 13 წელია სახელმწიფო გადაქცეულია მეწველ ძროხად და ჩვენი ბავშვების საკვების ფულს ჭამს ვიღაცა მუქთახორა.